მოგესალმებით ლიტერატურის მოყვარულებო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს არხზე. დღეს ჩვენ ვიმოგზაურებთ სამყაროს გულში, რომელიც საშინელი და პირქუშია, მაგრამ ამავდროულად იმდენად შორს მჭრეტელურია, რომ მისი სათაური ჩვენი ენის მუდმივ ნაწილად იქცა. ჩვენ განვიხილავთ ჯორჯ ორუელის შედევრს 1984. ეს მხოლოდ ამბავი არ არის. ეს არის გაფრთხილება, პოლიტიკური ტრაქტატი, რომელიც გამანადგურებელ ადამიანურ დრამაშია ჩაქსოვილი. ჩვენ გამოვიკლევთ მისი ტოტალიტარული ზესახელმწიფოს, ოკეანიის გამანადგურებელ მექანიზმებს. თვალს მივადევნებთ მისი პროტაგონისტის, უისტონ სმითის მყიფე აჯანყებას და ჩვენ დაუპირისპირდებით მისი მმართველი ელიტის, აბსოლუტურ სულის გამანადგურებელ ფილოსოფიას. მოემზადეთ, რადგან ამ წიგნში არსებული იდეები დღემდე აქტუალურია. მაგრამ სანამ დავიწყებდეთ ჩვენს მოგზაურობას დიდი ძმის სამყაროში, თუ ეს ვიდეო თქვენთვის ღირებული აღმოჩნდება, გთხოვთ დააჭიროთ მოწონების ღილაკს, დატოვოთ კომენტარი თქვენი აზრის გამოსახატავად და გამოიწერეთ ჩვენი არხი. თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 1984-ში აღწერილი სამყარო კაცრი და დაუსრულებელი კონფლიქტებით სავსე გარემოა. მსოფლიოში 3 ზესახელმწიფო დომინირებს: ოკეანია, ევრაზია და აღმოსავლეთ აზია. ჩვენი ამბავი ვითარდება საჰაერო ზოლ 1-ზე, ყოფილ დიდ ბრიტანეთში, რომელიც ოკეანიის პროვინცია. ეს 3 ძალა მუდმივ ომშია ჩაბმული, ალიანსების ცვალებად კალეიდოსკოპში. ერთ მომენტში ოკეანია ომობს ევრაზიასთან და მოკავშირეა აღმოსავლეთ აზია. შემდეგ მომენტში კი საჯარო განცხადება იუწყება, რომ ოკეანია ყოველთვის ომობდა აღმოსავლეთ აზიასთან. გუშინდელი მტერი დღევანდელი მოკავშირე ხდება და ისტორია მყისიერად, ძალადობრივად იწერება ახალი რეალობის შესაბამისად. ამ დაუსრულებელ კონფლიქტს გადამწყვეტი მიზეზი აქვს. ომი მოიხმარს ინდუსტრიული საზოგადოების ჭარ პროდუქციას, რითაც მასები გაღატაკებული და სახელმწიფოსადმი დამოკიდებული რჩება. რაც უფრო მნიშვნელოვანია, ის ინარჩუნებს შიშის, სიძულვილისა და პატრიოტული ისტერიის მუდმივ ატმოსფეროს. ეს საომარი ცხელება მოსახლეობას პირადი პრობლემებისგან აშორებს და მათ ნეგატიურ ემოციებს გარეთ მუდმივად ცვალებადი, უსახო მტრისაკენ მიმართავს. პარტიის სლოგანი სიმართლე შეესაბამება, ომი მშვიდობაა. ოკეანიას ყოვლისშემძლე პარტია მართავს. მის სათავეში დგას იდუმალი, ულვაშიანი ფიგურა, დიდი ძმა. მისი სახე ყველგანაა, პლაკატებზე, მონეტებზე და მუდმივად ჩართულ ტელეეკრანებზე. მისი გამოსახულების ქვეშ წარწერაა, დიდი ძმა გიყურებს. ეს ერთდროულად დაცვისა და მუქარის განცხადებაა. არასდროსაა ნათელი, არის თუ არა დიდი ძმა რეალური პიროვნება, თუ შექმნილი სიმბოლო, ფოკუსი სიყვარულის, შიშისა და პატივისცემის ემოციებისთვის, რომელსაც პარტია მოითხოვს. ის არის მამის ფიგურა, უცდომელი ლიდერი, ამ ახალი საშინელი რელიგიის ღმერთი, რომელიც ინგსოცის სახელითაა ცნობილი. ოკეანია მკაცრად იერარქიულია, სათავეში დგას შიდა პარტია, ამ საზოგადოების არქიტექტორები, რომლებიც მოსახლეობის 2%-ზე ნაკლებს შეადგენენ. ისინი ძალაუფლების უმაღლესი ქურუმები არიან, ცხოვრობენ შედარებით ფუფუნებაში და ფლობენ აბსოლუტურ კონტროლს. მათ ქვემოთ დგას გარე პარტია, სახელმწიფოს ბიუროკრატები და მუშები. ჩვენი პროტაგონისტი, უინსტონ სმითი, გარე პარტიის წევრია. ეს ყველაზე ინტენსიურად კონტროლირებადი ჯგუფია, რომლებიც ცხოვრობენ მკაცრი ასკეტიზმისა და მუდმივი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ. ისინი პარტიის ხელები და ფეხები არიან, რომლებიც მის ბრძანებებს ასრულებენ და მათი ყოველი მოძრაობა კონტროლდება. და ბოლოს, არიან პროლები, ანუ პროლეტარიატი. ისინი ოკეანიის მოსახლეობის 85% შეადგენენ. პარტია მათ ზიზღით უყურებს და ნახევრად ცხოველებად მიიჩნევს. მათი სლოგანია: პროლები და ცხოველები თავისუფლები არიან. ისინი სიღატაკეში ცხოვრობენ. პარტიისგან დიდწილად უგულებელ ყოფილები საკუთარ თავს არიან მინდობლინი. პროლებს უფლება აქვთ შექმნან ოჯახები, სვან ალკოჰოლი, ითამაშონ აზარტული თამაშები და იცხოვრონ შედარებით ემოციური თავისუფლებით. რადგან პარტია მათ ინტელექტუალურად უუნაროდ მიიჩნევს ორგანიზებული აჯანყებისთვის. ისინი უხეში ძალის მასაა, ბრბო, რომელიც უნდა აიმართოს და არა გარდაიქმნას. უინსტონი თავის დღიურში წერს: თუ იმედი არსებობს, ის პროლებშია. ის ხედავს მათ გაურყვნელ ადამიანურობას, უბრალოებასა და ერთგულებას და მათ უზარმაზარ რაოდენობას, როგორც ერთადერთ პოტენციურ ძალას, რომელიც საკმარისად ძლიერია პარტიის დასამხობად. თუმცა პროლებს არ აქვთ უნარი, რომ აღიქვან საკუთარი ჩაგვრა და ამიტომაც ისინი ვერ იბრძოლებენ ჩაგვრელის წინააღმდეგ. ოკეანიის მთავრობა იმართება 4 სამინისტროს მეშვეობით. პირველია მშვიდობის სამინისტრო, რომელიც მუდმივ ომს კურირებს.
ის ქვეყანას გამუდმებით ომში ამყოფებს და უზრუნველყოფს, რომ კონფლიქტი არასდროს დასრულდეს, რათა სისტემა იყოს შენარჩუნებული. შემდეგ არის სიუხვის სამინისტრო, რომელიც ეკონომიკურ საკითხებსა და რაციონირებაზეა პასუხისმგებელი. ის მუდმივად აცხადებს წარმოებისა და რაციონების ფიქტიურ ზრდას. მაშინაც კი, როცა მოქალაქეები შიმშილობენ და ქვეყანა ინგრევა, ის სიუხვის რეალობას წმინდა სტატისტიკური ფაბრიკაციით ქმნის, რაც ხალხის პირქუში ცხოვრების მკვეთრ კონტრასტს წარმოადგენს. ჭეშმარიტების სამინისტრო. ეს არის ადგილი, სადაც უინსტონი მუშაობს. ეს პარტიის პროპაგანდისტული ფრთაა. მისი მიზანი არა ჭეშმარიტების გავრცელება, არამედ მისი შექმნაა. ამ სამინისტროში მომუშავე თანამშრომლების არმიები მუდმივად ცვლიან ისტორიულ ჩანაწერებს, გაზეთებს, წიგნებსა და ფოტოებს, რათა წარსული პარტიის მიმდინარე პოლიტიკურ საჭიროებებს შეუსაბამონ. ჭეშმარიტება ისაა, რასაც პარტია ამბობს. და ბოლოს, ყველაზე საშიში, სიყვარულის სამინისტრო. ეს სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და სადამშელო სისტემის ცენტრია. ის კანონსა და წესრიგს წამებითა და ტვინის გამორიცხვით ინარჩუნებს. ეს არის შენობა ფანჯრების გარეშე. ადგილი, სადაც ადამიანები შედიან, მაგრამ არასდროს გამოდიან უცვლელნი. მისი მიზანია განსხვავებული აზრის აღმოფხვრა, აზრდამნაშავეების განკურნებით, რათა მათ დიდი ძმა შეიყვარონ. ოკეანიის ოფიციალური იდეოლოგიაა ინგსოცი, ანუ ინგლისური სოციალიზმი. მისი ძალა ფსიქოლოგიური კონტროლის მექანიზმებშია. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია ახალმეტყველება, ოკეანიის ოფიციალური ენა. ახალმეტყველება შექმნილია არა აზროვნების გასაფართოებლად, არამედ შესავიწროებლად. მისი ლექსიკონი ყოველწლიურად მცირდება. სიტყვების აღმოფხვრით, როგორიცაა თავისუფლება, სამართალი და მეცნიერება, პარტია მიზნად ისახავს, რომ დაკავშირებული ცნებები ფაქტობრივად წარმოუდგენელი გახადოს. თუ იდეისთვის სიტყვა არ არსებობს, თავად იდეა სრულად ვერ ჩამოყალიბდება და ვერ გადმოიცემა. ახალმეტყველების საბოლოო მიზანია აზრდანაშაულის შეუძლებლობა, რადგან თავად ენა ამის საშუალებას არ იძლევა. მეორე მთავარი დოქტრინაა ორაზრი. ეს არის უნარი, ერთდროულად გონებაში ორი ურთიერთსაწინააღმდეგო რწმენა ჰქონდეს და ორივე მიიღო. ეს ნიშნავს იცოდე, რომ პარტია იტყუება და ამავე დროს სრული რწმენით გჯეროდეს ამ სიცრუის. ეს არის ლოგიკის გამოყენება ლოგიკის წინააღმდეგ. იმის რწმენა, რომ დემოკრატია შეუძლებელია და რომ პარტია დემოკრატიის მცველია. ორაზრი პარტიული დისციპლინის საფუძველია. ის შიდა პარტიას საშუალებას აძლევს იცოდეს თავისი მანიპულაციის სრული სიმართლე და ამავე დროს შეინარჩუნოს ფანატიკური რწმენა საკუთარი სიმართლისადმი. ის ასევე ეხმარება გარე პარტიას, აწარმოოს ისტორიის მუდმივი გადაწერა კოგნიტური დისონანსის გარეშე. ვინც აკონტროლებს წარსულს, აკონტროლებს მომავალს. ვინც აკონტროლებს აწმყოს, აკონტროლებს წარსულს. ეს არის ორაზრი მოქმედებაში. გარე პარტიის წევრისთვის, როგორც უინსტონია, ცხოვრება პირქუში და უფერულია. ის ცხოვრობს დაანგრეულ, საცხოვრებლად უარგის შენობაში, სახელად გამარჯვების სასახლეები. ქალაქი ინგრევა, შენობებიდან ბათქაში ცვივა. ინფრასტრუქტურა მუდმივად მწყობრიდან გამოდის, საკვები კი სინთეზური და უგემურია. ყველგან არის ტელეეკრანი, მოწყობილობა, რომელიც პარტიის ყველა წევრის სახლში და საჯარო სივრცეებშია განთავსებული. ერთდროულად გადასცემს პროპაგანდას და უყურებს მაყურებელს. მას შეუძლია დააფიქსიროს გამომეტყველება, ჩუმად ნათქვამი სიტყვა და გულისცემის ცვლილებაც კი. პრივატულობა ცნებაა, რომელმაც არსებობა შეწყვიტა. მუდმივი მეთვალყურეობა უკიდურესი თვითკონტროლის კულტურას ბადებს. მოქალაქეები უნდა დაეუფლონ სახის დანაშაულს. ურწმუნო გამოხედვა პარტიის განცხადების დროს შეიძლება ფატალური გამოდგეს. ცხოვრება სპექტაკლია, მუდმივი, დამღლელი აქტი მოჩვენებითი ჭეშმარიტების, რომელიც უფროსი ძმისა და მისი აღმსრულებლების, აზროვნების პოლიციის უწყვეტი მზერის ქვეშ მიმდინარეობს. ჩვენი პროტაგონისტი, უინსტონ სმითი, 39 წლის, სუსტი აღნაგობის კაცია. ის პატარა, უმნიშვნელო ჭანჭიკია ჭეშმარიტების სამინისტროს უზარმაზარ მანქანაში. თუმცა მის შიგნით საშიში და პარტიისთვის მიუღებელი თვისება იმალება. მას აქვს მეხსიერება. უინსტონს მუნდა უნდა დახსოვს რევოლუციამდელი დრო, განსხვავებული ღირებულებების, თავისუფლებისა და ობიექტური ჭეშმარიტების პერიოდი. ეს ფრაგმენტული მოგონებები მას მოსვენებას არ აძლევს და პარტიის სტერილური, მატყუარა სამყაროსადმი სიძულვილს უღუებს. ის ინტელექტუალურ და სულიერ მარტოობას განიცდის, რადგან სჯერა, რომ ალბათ უკანასკნელი ადამიანია, ვინც ამ აკრძალულ აზრებს ატარებს. თავდაპირველად მისი აჯანყება არა რევოლუციის გეგმა, არამედ ჭეშმარიტების ძიება. მას სურს იცოდეს, როგორ გახდა სამყარო ასეთი, მაგრამ რაც მთავარია, სურს იცოდეს, რატომ. ეს ინტელექტუალური ცნობის მოყვარეობა
ოკეანიის სამყაროში ყველაზე დიდი დანაშაულია. უინსტონის აჯანყება ერთი გადამწყვეტი ქმედებით იწყება. ის პროლების რაიონში მეძველმანის მაღაზიაში ლამაზ ცარიელფურცლებიან დღიურს ყიდულობს. მისი შეძენის აქტის არისკოა. მასში წერა კი პოტენციურად ფატალური. ის თავისი ბინის პატარა ნიშაში ტელეეკრანის ხედვის არიდან მოშორებით წერას იწყებს. ეს აქტი რევოლუციურია. სახელმწიფოში, რომელიც აკონტროლებს ყველა ინფორმაციასა და მეხსიერებას, პირადი ჩანაწერის შექმნა დამოუკიდებლობის დეკლარაციაა. ის ამტკიცებს, რომ მის საკუთარ აზრებსა და მოგონებებს ღირებულება აქვს. ის წერს მომავლისთვის, იმ დროისთვის, როცა აზრის გამოხატვა შესაძლებელი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ სჯერა ეს დრო არასდროს დადგება. მისი პირველი ჩანაწერი ნანახი საომარი ფილმის არეული მონათხრობია, მაგრამ მალევე გადადის გააფთრებულ განმეორებად ნაჭყაბში. ძირს უფროსი ძმა. ფურცელზე დანახული სიტყვები მას აშინებს, მაგრამ ამავე დროს ამყარებს მის წინააღმდეგობას. მან ჩაიდინა აზრდანაშაული და მას ფიზიკური ფორმა მისცა. უკან დასახევი გზა აღარ არსებობს. უინსტონის იზოლირებული აჯანყება გარდაიქმნება, როდესაც ის ჯულიას ხვდება. თავდაპირველად ის მას ძულს, როგორც ახალგაზრდა, ენერგიული პარტიის წევრი, რომელიც მუშაობს რომანების საწერ მანქანებზე, მხატვრული ლიტერატურის დეპარტამენტში. ამიტომ ის შოკირებულია, როცა ჯულია საიდუმლოდ გადასცემს ბარათს, რომელზეც წერია: მე შენ მიყვარხარ. ეს ერთი წინადადება მის მსოფლმხედველობას ანგრევს. ის ხსნის საერთო საიდუმლოსა და ადამიანური კავშირის შესაძლებლობას ამ პირქუშ და დაუნდობელ სამყაროში. მათი შემდგომი სასიყვარულო ურთიერთობა წმინდა პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტია. ჯულიას აჯანყება უინსტონისგან რადიკალურად განსხვავდება. მას არ აინტერესებს იდეოლოგიები და ისტორიული ჭეშმარიტება. მე ჭკვიანი არ ვარ, ამბობს ის. მისი აჯანყება პიროვნულია, გზნობითი და მიმართულია პარტიის კონტროლის წინააღმდეგ, ინდივიდუალურ სიამოვნებაზე. უინსტონის შინაგან სამყაროში ორი ძლიერი სიმბოლო დომინირებს. პირველი არის ოქროს ქვეყანა, განმეორებადი სიზმარი, ზიანი პასტორალური ლანდშაფტისა. ის წარმოადგენს დაკარგული სამყაროს ბუნებრივ სილამაზეს, თავისუფლებასა და გზნობით სიამოვნებას, რაც ლონდონის გაღატაკებული, ურბანული დანგრევის მკვეთრი კონტრასტია. ეს მისი პირადი სამყაროა, პარტიისგან ხელუხლებელი ადგილი. მეორე სიმბოლო შუშის სფეროა, რომელსაც ის იმავე მეძველმანის მაღაზიაში ყიდულობს, სადაც დღიური იყიდა. მასში პატარა ვარდისფერი მარჯანია მოთავსებული. უინსტონისთვის ეს ნივთი წარსულის ხელშესახები ნაწილია. ის წარმოადგენს ისტორიას, რომლის წაშლაც პარტიამ ვერ შეძლო. როდესაც ის და ჯულია იწყებენ ურთიერთობას მაღაზიის თავზე მდებარე ოთახში, ეს შუშის სფერო მათი საიდუმლო სამყაროს სიმბოლო ხდება. შუშაც ის გუმბათია და მის შიგნით მათი სიყვარული, მარჯნის მსგავსად, საკუთარ სამყაროშია შენახული. ეს არის მყიფე, ლამაზი და საბოლოოდ განწირული თავშესაფარი. ოთახი, რომელსაც უინსტონი მაღაზიის მფლობელისგან, მისტერ ჩარინგტონისგან ქირაობს, მათი აჯანყების ცენტრი ხდება. ის ძველი და მტვრიანია, მაგრამ რაც მთავარია, შიგნით ტელეეკრანი არ არის დამონტაჟებული. აქ მათ რამდენიმე საათის განმავლობაში შეუძლიათ იყვნენ საკუთარი თავები, ისაუბრონ თავისუფლად და დატკბნენ მარტივი აკრძალული სიამოვნებით, როგორიცაა ნამდვილი ყავა და შაქარი. ეს ოთახი სანატრელი ადგილია, წარსულის დროებითი ჯიბე, რომელიც ამოკვეთილია ამაზრზენი აწმყოდან. ის მათი საშუალებაა თავი თავისუფალ ადამიანებად იგრძნონ და არა მხოლოდ პარტიის წევრებად. ეს სახიფათო უსაფრთხოების განცდას ბადებს, რწმენას, რომ მათ შეუძლიათ ააშენონ ცხოვრება, პარტიის კონტროლის მიღმა, მაგრამ ოკეანიაში პრივატულობა საბოლოო ილუზიაა. მთელი რომანის განმავლობაში უინსტონი უცნაურ კავშირს გრძნობს ობრაიენთან, შიდა პარტიის ქარიზმატულ და ინტელექტუალურ წევრთან. უინსტონს ჯერა, რომ ის ხედავს განსხვავებული აზრის ნაპერწკალს, ურთიერთგაგების მომენტს ობრაიენის თვალებში. ეს რწმენა უინსტონისთვის აკვიატებად იქცა. ობრაიენი წარმოადგენს ყველაფერს, რასაც უინსტონი ესწრაფვის, ინტელექტს, დახვეწილობას და რაც მთავარია, პარტიისადმი საერთო სიძულვილს. ის ხდება მამის ფიგურა, აღმსარებელი, რევოლუციური ლიდერი, რომელსაც უინსტონი ეძებდა. ის თავის ყველა იმედს გრანდიოზული, ორგანიზებული წინააღმდეგობის შესახებ ამ ერთ ადამიანზე აპროეცირებს. საბოლოოდ, ობრაინი უახლოვდება უინსტონსა და ჯულიას. ის მათ თავის მდიდრულ ბინაში იწვევს, რომელიც სრულიად განსხვავდება უინსტონის პირქუში საცხოვრებელისგან.
პარტიისადმი საწინააღმდეგოდ ობრაინი თავის ტელეეკრანსაც კი თიშავს. პრივილეგია, რომელიც მხოლოდ შიდა პარტიისთვისაა განკუთვნილი. ის ადასტურებს, რომ წინააღმდეგობა, ძმობა რეალურია. ძმობა არის მითიური, მიწისქვეშა წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელსაც სავარაუდოდ ემანუელ გოლდსტაინი ხელმძღვანელობს, საბოლოო მოღალატე და ხალხის მტერი. გოლდსტაინი ყოველდღიური, ორწუთიანი სიძულვილის ობიექტია, საყოველთაო ზიზღის ფიგურა. ობრაინი ადასტურებს ძმობის არსებობას და უინსტონსა და ჯულიას მის რიგებში იღებს. ის უინსტონს აძლევს წიგნის ასლს, ოლიგარქიული კოლექტივიზმის თეორია და პრაქტიკა, რომელიც სავარაუდოდ თავად გოლდსტაინის დაწერილია. ეს აკრძალული წიგნია. უინსტონი მას აკვიატებით კითხულობს. ის ამხელს პარტიის მთელ სტრატეგიას, ხსნის მუდმივი ომის ნამდვილ მიზანს და კლასობრივი მმართველობის ფილოსოფიას. წიგნი ადასტურებს ყველაფერს, რაშიც უინსტონს ეჭვი ეპარებოდა. ის ხსნის, რომ პარტიის მიზანი არა უტოპიის შექმნა, არამედ ისტორიის გაყინვაა აბსოლუტური ოლიგარქიული ძალაუფლების მომენტში. ეს არის ბრწყინვალე, ცივი და ნათელი ანალიზი პარტიის მექანიკისა. რასაც უინსტონი ვერ აცნობიერებს, არის ის, რომ თავად წიგნი მისთვის დაგებული მახის ნაწილია. პარტია არა მხოლოდ უშვებს წიგნის არსებობას, არამედ შესაძლოა თავად დაწერა ის. წიგნის სრულყოფილ სტრუქტურას წარმოადგენს, თაფლის ხილას, რომელიც იზიდავს დავლენს ყველაზე ინტელექტუალურ და საშიშ დისიდენტს, რაც პარტიას საშუალებას აძლევს იპოვოს უინსტონის მსგავსი ადამიანები. უინსტონი და ჯულია თავიანთ საიდუმლო ოთახში ისვენებენ და გოლდსტაინის წიგნის წაკითხვის შემდგომი ნეტარებით კბებიან. უინსტონი ინტელექტუალური ტრიუმფის გრძნობას განიცდის. მას ესმის როგორ, თუმცა ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ ხვდება რატომ. ცოტა ხნის შემდეგ, კედელზე ჩამოკიდებული სურათის უკნიდან ცივი ხმა ისმის. თქვენ მკვდრები ხართ. მათი თავშესაფრის ილუზია ინგრევა. ოთახში მთელი ამ ხნის განმავლობაში ტელეეკრანი იყო. ჯარისკაცები შემოვარდნენ, სცემეს ჯულიას და მიათრევენ. ანტიკვარული მაღაზიის მფლობელი, კეთილი მისტერ ჩარინგტონი წელში გამართული შემოდის. ის აზროვნების პოლიციის აგენტი აღმოჩნდა. ლამაზი შუშის სფერო, უინსტონის პირადი სამყაროს სიმბოლო, იატაკზე ნამსხვრევებად იქცევა. ეს მომენტი აღნიშნავს პარტიის ძალადობრივ შეჭრას მათი ცხოვრების დაფარულ მხარეში. უინსტონი და ჯულია მახეში გაებნენ. მათი ხანმოკლე, ყიფი აჯანყება დასრულებულია. ისინი მიჰყავთ იმ ადგილას, სადაც უინსტონმა ყოველთვის იცოდა, რომ მოხდებოდა, სიყვარულის სამინისტროში. უინსტონს სიყვარულის სამინისტროს უფანჯარო, კაშკაშა განათებულ საკანში აგდებენ. აქ დღისა და ღამის ცნებები არსებობას წყვეტს. მას აშიმშილებენ, სცემენ და სისტემატიურად ამცირებენ. ამ საწყისი ეტაპის ერთადერთი მიზანი მისი სხეულის გატეხვა, მისი ღირსების განადგურება და მასში ტერორისა და უმწეობის განცდის ჩანერგვა. ის ხედავს სხვა პატიმრებს, რომელთაგან ზოგიერთს მის თვალწინ აორთქლებენ. ის ხვდება თავის კოლეგას, პარსონს, უსაზღვროდ ერთგულ კაცს, რომელიც საკუთარმა ქალიშვილმა დაასმინა, ძილში უფროსი ძმის საწინააღმდეგოდ ნათქვამი სიტყვების გამო. პარსონსი ამაყობს თავისი ქალიშვილის სიფხიზლით. ეს აჩვენებს, რომ არავინ, თუნდაც ყველაზე მოწადინებული, არ არის დაცული. შემდეგ მისი დაღუპვის არქიტექტორი მოდის. ეს ობრაინია. უინსტონი იმედის ბოლო ნაპერწკლით ყვირის. შენს დაგიჭირეს. ობრაინი ცივად პასუხობს. მე დიდი ხნის წინ დამიჭირეს. და მცველი ხელკეთს უინსტონს იდახში ურტყამს. ობრაინი პატიმარი არ არის. ის მთავარი გამომძიებელია. კაცი, რომელსაც უინსტონი თავის მხსნელად ხედავდა, მისი გამანადგურებელია. ობრაინი უინსტონს უხსნის, რომ მისი ხელახალი განათლება სამ ეტაპად წარიმართება. პირველი არის სწავლა. ეს წამების ეტაპია. უინსტონს აწვენენ წამების მანქანაზე, სადაც ტკივილის ინტენსივობას მარეგულირებელი აკონტროლებს. ობრაინი აკვირდება მარეგულირებელს, სვამს კითხვებს და აყენებს ტანჯვას, სანამ უინსტონი სწორ პასუხს არ გასცემს. მას აიძულებენ აღიაროს დანაშაულების აბსურდული სია, ჯაშუშობა, დივერსია, მითვისება, მკვლელობა. აღიარებების სიმართლე უმნიშვნელოა. მიზანია პარტიის აბსოლუტური ძალაუფლების დემონსტრირება მის სხეულსა და გონებაზე. ის სწავლობს, რომ წინააღმდეგობა ამაოა, რომ ტკივილი აბსოლუტურია და რომ პარტიას შეუძლია აიძულოს თქვას ნებისმიერი რამ. მეორე ეტაპი არის გაგება. აქ ფიზიკური წამება მცირდება და ფსიქოლოგიური დეკონსტრუქცია იწყება. ობრაინი უინსტონთან ხანგრძლივ ფილოსოფიურ დისკუსიებს მართავს. ის მოთმინებით ხსნის პარტიის ნამდვილ მოტივაციებს. ეს არის რომანის ინტელექტუალური ბირთვი, სადაც ორუელი ამხელს საშინელ რატომს ოკეანიის მიღმა.
ობრაიენი დასცინის უინსტონის რწმენას, რომ პარტია ძალაუფლებას რაღაც საბოლოო სიგეთისთვის ეძებს. ის ხსნის, რომ წარსული ტოტალიტარული რეჟიმები მშიშრები იყვნენ. ისინი თავს იჩენდნენ, თითქოს ძალაუფლებას რაიმე მიზნისთვის ეძებდნენ. პარტია განსხვავებულია. ის ძალაუფლებას მხოლოდ ძალაუფლებისთვის ეძებს. ამბობს ის, ჩვენ არ გვაინტერესებს სხვების სიკეთე, ჩვენ მხოლოდ ძალაუფლება გვწყურია. ის წარმოთქვამს რომანის ყველაზე შემზარავ სიტყვებს. ძალაუფლება საშუალება კი არა, მიზანია. დიქტატურას რევოლუციის დასაცავად არ ამყარებენ. რევოლუციას დიქტატურის დასამყარებლად აწყობენ. დევნის ობიექტი დევნა, წამების ობიექტი წამება, ძალაუფლების ობიექტი ძალაუფლებაა. ობრაიენი ხსნის, რომ პარტიის ხედვა მომავლის შესახებ არის ჩექმა, რომელიც ადამიანის სახეს მუდმივად თელავს. ის 4 ღვთის უჩვენებს და უინსტონისგან მოითხოვს, რომ 5 დაინახოს. როდესაც უინსტონი ამტკიცებს, რომ 4-ს ხედავს, ობრაიენი აუტანელ ტკივილს აყენებს. სანამ უინსტონის გონება არ გატყდება. რეალობა ხსნის ობრაიენი, გარეგანი არ არის. რეალობა არსებობს ადამიანის გონებაში და არსად სხვაგან და რადგან პარტია აკონტროლებს გონებას, ის აკონტროლებს რეალობას. საბოლოო ეტაპი არის მიღება. უინსტონის სხეული გამოჯამრთელებულია. მას კვებავენ, აცმევენ და რეაბილიტაციის საშუალებას აძლევენ. მან ინტელექტუალური კაპიტულაცია განიცადა. ახლა მას ესმის და სჯერა პარტიის დოქტრინების. მას შეუძლია დაინახოს 5 თითი, როცა უბრძანებენ. ის თავის ფიქალზე წერს, თავისუფლება მონობაა და 2-ს მიმატებული 2 უდრის 5-ს. თუმცა მისი მცირე ნაწილი, ღრმა ემოციური ბირთვი, კვლავ წინააღმდეგობას უწევს. უყურადღებო ფიქრის მომენტში ის ძილში ჯულიას სახელს ყვირის. მას ისე უყვარს ჯულია უფრო მეტად, ვიდრე უფროსი ძმა. მისი ხელახალი განათლება არ დასრულებულა. ის უნდა წაიყვანონ იმ ერთადერთ ადგილას, რომელსაც შეუძლია ამ საბოლოო ნაკლის განკურნება. ის უნდა წავიდეს ოთახ 101-ში. ობრაიენი ხსნის, რომ ოთახი 101 არის ყველაზე საშინელ რამესთან მსოფლიოში დაპირისპირების ადგილი. ყველაზე საშინელი რამ მსოფლიოში ყველა ინდივიდისთვის განსხვავებულია. ეს არის ის ერთი რამ, რასაც ისინი ვერ იტანენ. მათი საბოლოო, პირველყოფილი შიში. უინსტონისთვის ეს ვირთხებია. ოთახ 101-ში გალიის მსგავსი მოწყობილობა, რომელშიც 2 დიდი, შიერი ვირთხაა მოთავსებული, უინსტონის სახესთან მიაქვთ. ობრაიენი ხსნის, რომ როდესაც ის ბერკეტს დააჭერს, კარი აიწევა და ვირთხები მის სახეს შეჭამენ. ამ გონების გამანადგურებელი ტერორის მომენტში უინსტონის ადამიანურობის უკანასკნელი ნატამალი, მისი ერთგულება ჯულიასადმი ნადგურდება. ის ყვირის, ჯულიას დამართეთ, ჯულიას დამართეთ, მე არ მაინტერესებს, რას უზამთ მას, სახე შემოახიეთ, ძვლებამდე გააშიშვლეთ, მე ჯულია, მე ეს საბოლოო ღალატია. მან შესწირა ადამიანი, რომელიც უყვარდა, საკუთარი თავის გადასარჩენად. მან სასჯელი მასზე გადაიტანა. ამ მომენტში მისი შინაგანი მექრება, ის გამოფიტულია, ზად არის, რომ პარტიისადმი სიყვარულით აივსოს. სიყვარული სამინისტროდან გათავისუფლების შემდეგ უინსტონი გატეხილი კაცია. ის წაბლის ხის კაფის მუდმივი სტუმარია, სევდიანი თავშესაფარი, აორთქლებული და რეინტეგრირებული აზდამნაშავეებისთვის. ის ზის, სვამს გამარჯვების ჭინს, ხსნის ჭადრაკის ამოცანებს და პასიურად ისრუტავს პარტიის პროპაგანდას ტელეეკრანიდან. ის აჩრდილია, საკუთარი თავის სარიელი გარსი. ის ხვდება ჯულიას, რომელმაც იგივე პროცესი გაიარა. მისი სხეული დაშრამულია, ხოლო სული გამქრალი. ისინი აღიარებენ, რომ ორივე უღალატეს ერთმანეთს. მათ შორის გზნობა გამქრალია, ჩანაცვლებულია ცივი გულგრილობით. მათი სიყვარული, ოდესღაც პოლიტიკური აქტი, ახლა მხოლოდ მწარე მოგონებაა. რომანის ბოლო გვერდები სრული კაპიტულაციის პორტრეტია. როდესაც ტელეეკრანიდან საყვირის ხმა ოკეანიის დიდ სამხედრო გამარჯვებას აცხადებს. უინსტონი ემოციების მოზღვავებას გრძნობს. ეს არ არის სიყვარული ჯულიასადმი, არც სიძულვილი პარტიისადმი, არამედ ნეტარი, ექსტაზური სიხარული. ბრძოლა დასრულებულია. საბოლოო შემზარავი წინადადება ყველაფერს გვეუბნება. მას უყვარდა უფროსი ძმა. ნარატივი ამ აბსოლუტური სასოწარკვეთის ნოტაზე სრულდება, თუმცა თავად წიგნი არა. ამბავს მოსდევს დანართი სახელწოდებით, ახალმეტყველების პრინციპები. ეს აანალიზებს პარტიის ენის სტრუქტურასა და მიზანს. გადამწყვეტია, რომ ის დაწერილია სტანდარტული, ძველმოდური ინგლისურით და მთლიანად წარსულ დროში. ის საუბრობს ახალმეტყველებასა და პარტიაზე, როგორც ისტორიულ ფენომენებზე. მაგალითად ნათქვამია:
ახალმეტყველების მიზანი იყო არამხოლოდ ინგსოცის მიმდევრებისთვის შესაფერისი მსოფლმხედველობის და გონებრივი ჩვევების გამოსახატავად საშუალების მიწოდება, არამედ ყველა სხვა აზროვნების ფორმის შეუძლებლად ქცევა. სიტყვების იყო და შესაფერისი გამოყენება მიგვანიშნებს, რომ ავტორი უკან იხედება მომავლიდან, როდესაც ინგსოცი აღარ არსებობს. ბევრი მეცნიერი ამ დანარჩს განმარტავს, როგორც ორუელის ფარულ, საბოლოო იმედის გზავნილს. ის მიგვანიშნებს, რომ მიუხედავად უინსტონ სმითის სრული და ტოტალური გამარჯვებისა, პარტიის რეჟიმი მარადიული არ იყო. ოდესღაც, სადღაც ამ ამბის ფურცლების მიღმა მომავალში, ჩექმამ შეწყვიტა ადამიანის სახის თელვა და თავისუფალი აზრი დაბრუნდა. ჯორჯ ორუელის რომანი ლიტერატურას გასცდა. ტერმინი ორუელიანური სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჩაგვრის, მეთვალყურეობისა და სიცრუის სინონიმი გახდა. წიგნის ცნებები, უფროსი ძმა, აზროვნების პოლიცია, ოთახი 101, ორ აზრი, ახლა ჩვენს კულტურულ ცნობიერებაშია ჩანერგილი. 1984 მარადიულ გაფრთხილებად რჩება. ის გვაფრთხილებს აბსოლუტური იდეოლოგიების, იქნება ეს მემარცხენე თუ მემარჯვენე, მაცდუნებლობის წინააღმდეგ. ის გვახსენებს, რომ ენა შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც იარაღი აზროვნების შესაზღუდად, და რომ ჭეშმარიტება ძვირფასი, ყიფე რამაა, რომელიც დაცვას საჭიროებს. ის გვიჩვენებს, თუ რა ადვილად შეიძლება ისტორიის მანიპულირება პოლიტიკური სარგებლისთვის, ყალბი ამბებისა და ალტერნატიული ფაქტების ეპოქაში. უპირველეს ყოვლისა, ორუელის შედევრი ინდივიდუალური ადამიანური სულის ძლიერი დაცვაა. ეს არის შეხსენება, რომ ჩვენი პირადი ერთგულება, ჩვენი სიყვარულის უნარი, ჩვენი უფლება საკუთარ აზრებსა და მოგონებებზე არის სწორედ ის, რაც ჩვენ ადამიანებად გვაქცევს. მათი შენარჩუნებისთვის ბრძოლა გვაფრთხილებს რომანი, არის ბრძოლა, რომელიც არასდროს სრულდება. თუ 1984-ის ამ შემზარავ სამყაროში ღრმა ჩაძიება თქვენთვის საინტერესო აღმოჩნდა, გთხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო. გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები რომანის შესახებ კომენტარებში და თუ გსურთ მეტი ასეთი ლიტერატურული ანალიზი, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი. თქვენი მხარდაჭერის გარეშე ამ ვიდეოების შექმნა შეუძლებელი იქნება. მომავალ შეხვედრამდე.